ეს არის ქრონიკა 2 საათზე ჩვენ დღის მთავარ ამბებზე გეამბობთ ომის შედეგად დაზიანებული ხელოვნების ნიმუშების რესტავრაცია ეროვნულ მუზეუმში. იტალიელმა რესტავრატორმა ამ თემაზე მეორე საჯარო ლექცია წაიკითხა. ჟან-ლუიჯი კოლალუჩი მეორე მსოფლიო ომის დროს დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციის თემასაც შეეხო. ლექციას ხელოვნებაცოდნეებთან და რესტავრატორებთან ერთად სტუდენტებიც ესწრებოდნენ. ცნობილი იტალიელი რესტავრატორი საქართველოში რამდენიმე დღის წინ კულტურის სამინისტროს მოწვევით ჩამოვიდა. მან უკვე მოინახულა ყინწმისის, ნეკრესისა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსები და გაეცნო ცხეთის არქიტექტურას. დღევანდელი ლექცია მეორე მსოფლიო ომის დროს დაზიანებულ ფრესკებს ეხება. ყურადღება გავამახვილეს შუა საუკუნეებში შესრულებულ პიზის კამპოს სანტოს ფრესკებზე. ლექციაზე შეკრებილ ადამიანებს ვესაუბრი ასევე ჩემს მიერ რესტავრირებულ ნამუშევრებზეც. ეს ადამიანი არის, ვიზაც ამბობენ, რომ მან თავიდან ანახა მიგელანჯელო მსოფლიოს, ვინაიდან მან იმუშავა 14 წლის განმავლობაში რესტავრაცია გაუკეთა სიტყვის კაპელას. ეს არის ადამიანი, ვინც დაგვეხმარება ჩვენი რესტავრატორების იტალიაში გასაგზავნად, მათთვის უახლესი ტექნოლოგიების გაცნობის საქმეში.